მოგესალმებით, შეგვიძლია დავიწყოთ კომიტეტის ხდომა. მოგესალმებით ყველას. დღევანდელი დღის წესრიგით განსაზღვრული გვაქვს განსახილულად 8 საკითხი. პირველი საკითხი ეხება საქართველოს 25 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიურ ანგარიშს. მეორე საკითხად წარმოდგენილია მთავრობის მიერ ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ. ორივე საკითხზე მოხსენებელი გახლავთ ბატონი გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. მესამე საკითხად წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ადმინისტრაციულ სამადარღვათა კოდექსი და მისგან გამომდინარე ცვლილებები სხვადასხვა კანონებში, რომელსაც ჩვენ მეორე მოსმენით განვიხილავთ. მეოთხე საკითხად ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები სხვადასხვა კანონებში მეორე მოსმენით. მეხუთე საკითხად ასევე განვიხილავთ საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პაკეტს ტყის კოდექსში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები თანამდებობ კანონებში. აღნიშნულ პაკეტსაც მეორე მოსმენით განვიხილავთ. მეექვსე საკითხად განსახილულად არის წარმოდგენილი მესამე მოსმენით ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ ახალი საკანონმდებლო აქტი. მეშვიდე საკითხად წარმოდგენილია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონის პროექტი, ასევე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული და ასევე საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს განვიხილავთ. მეორე მოსმენით სივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონი და კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები ადმინისტრაციულ სამადარღვათა კოდექსის შეტანის თაობაზე. ესეც ახალი საკანონმდებლო აქტია ახალი დაცული ტერიტორიის დაარსების თაობაზე. ყველა ამ 6 საკანონმდებლო პაკეტზე მოხსენებელი გახლავთ გარემოსდაცვითი და სოფლის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. კომიტეტის წევრებს მინდა ვთხოვო, რომ დავამტკიცოთ წარმოდგენილი დღის წესრიგი, თუ რაიმე შენიშვნები არა გვაქვს დღის წესრიგთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მინდა ბატონ გიორგი კაკაურიძეს ვთხოვო, წარმოადგინოს დღის წესრიგით განსაზღვრული პირველი და შემდგომ მეორე საკითხი. ბუნებრივია გვექნება კითხვების დასმის საშუალებაც. გთხოვთ ბატონ გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. თქვენი შეფათვით ორივე საკითხზე ვისაუბრებ, ვინაიდან ერთმანეთთან დაკავშირებული საკითხებია და შეკითხვები, რომელი მიმართულებითაც გექნებათ, რა თქმა უნდა. მზად ვარ თქვენ შეკითხვებს უპასუხო. დავიწყებ 2025 წლის ანგარიშით და პირველ რიგში მოგახსენებთ იმ ძირითად პარამეტრებს, რომელიც გასულ წელს ფაქტიური მაჩვენებლები გვაქვს უკვე. ეკონომიკური ზრდა ჩვენ გვქონდა 7.5%, მოგეხსენებათ ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 6%-იან ზრდაზე, თუმცა შემდგომ უფრო მაღალი ტენდენციების გათვალისწინებით გადაიხედა პროგნოზი და ჯამურად იყო დაგეგმილი 7.2%, ფაქტიურმა მაჩვენებლებმა შეადგინა 7.5%, ნომინალურ გამოხატულებაში ეკონომიკის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 104 მილიარდ 598 მილიონი ლარი, ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით იყო 28,235 ლარი, რაც 10,296 დოლარს შეადგენდა. ფასების მიმართულებით ჰქონდა მიზრობილ მაჩვენებელზე უფრო მაღალი 3.9% იყო საშუალო მაჩვენებელი ინფლაციის, ხოლო წლის ბოლოს დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებელი შეადგენდა 4%-ს. საგარეო სექტორსაც შეეხება სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, გასულ წელს გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი დაახლოებით 10.3%, ჯამურად შეადგინა 25 მილიარდ 863 მილიონი დოლარი, აქედან ექსპორტი იყო 7 მილიარდ 291 მილიონი დოლარი, რაც 11.2%-ით მეტია 24 წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტმა 18 მილიარდ 572 მილიონი დოლარი შეადგინა 10%-ის მეტია გასული წლის 2024 წლის მაჩვენებელზე. ტურიზმის ნაწილში ჰქონდა ზრდა როგორც ვიზიტორების კუთხით, ასევე ფულადი ნაკადების კუთხით, რაც ტურიზმის ხარჯზე ქვეყნის ეკონომიკა მიიღო. ჯამში ვიზიტორთა რაოდენობა შეადგინა 6.856.000 ვიზიტორი, თუმცა უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა იყო 5.522.000 ადამიანამდე. ჯამში ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა 6% და 4 მილიარდ 690 მილიონი დოლარი შეადგინა, დაახლოებით 265 მილიონი დოლარით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
ფულადი გზავნილების ნაწილში 8% იყო ოდნავ მეტის და საბოლოო ჯამში მივიღეთ წინა ფულადი გზავნილებით 3 მილიარდ 228 მილიონი დოლარი და ახლობით 255 მილიონი დოლარით მეტი იყო 2024 წელთან შედარებით. და საგარეო სექტორის ბოლო მიმართულება პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ესეც გაზრდილია 2024 წელთან შედარებით და ახლობით 7.6% და ჯამურად შეადგინა მილიარდ 688 მილიონი დოლარი. ნუ ყველაზე დიდი წილია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში იყო საფინანსო და სადაზღვევო სექტორში 607 მილიონი დოლარი. ნაერთი ბიუჯეტის რამდენიმე ძირითადი პარამეტრი, ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით შესრულდა 100.7% შეადგინა შემოსავლების შესრულების მაჩვენებელმა 28 მილიარდ 468 მილიონს გადააჭარბა ჯამში შემოსავლება ნაერთ ბიუჯეტში, მათ შორის ყველაზე დიდი წილი რა თქმა უნდა ქონდა საგადასახადო შემოსავლებს, მივიღეთ 25 მილიარდ 536 მილიონი ლარი და ამავდროულად 2 მილიარდ 721 მილიონი ლარზე მეტი დაღეგეზეთ მეთოდის სახით მოხდა დაბრუნება კომპანიებზე. ასევე პრივატიზაციის მაჩვენებელიც შესრულებაც იყო მაღალი, 112%-მდე იყო, 582 მილიონი ლარამდე იქნა მიღებული პრივატიზაციის სახით ბიუჯეტში. რაც შეეხება ორ მნიშვნელოვან პარამეტრს ნაერთი ბიუჯეტის კუთხით, ერთი არის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ჩვენ ქონდა დაგეგმილი თავდაპირველად 2.5%-ის დონეზე, თუმცა მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე შესაძლებელი გახდა მისი შემცირება და საბოლოოდ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 1.4%-ის ფარგლებში იყო, ხოლო რაც შეეხება მთავრობის ვალის მაჩვენებელს, ეს დაგეგმილი ქონდა თავდაპირველად 35.9%-ის ოდენობით, თუმცა ფაქტიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 34.4%. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაწილში, ჩვენ როგორც შემოსავლების მხარე, ასევე ხარჯვითი ნაწილი საკმაოდ კარგი იყო შესრულება, შემოსულობები ჯამში შესრულდა 100.8%-ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილის შესრულებამ შეადგინა 99.2%. აქაც შევხედოთ შემოსავლების არის 100.7%-ით შესრულებული, 23 მილიარდ 991 მილიონი ლარი მივიღეთ შემოსავლების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში, მათ შორის გადასახადები იყო 21 მილიარდ 957 მილიონი ლარზე მეტი და ნუ ახაც 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი. პრივატიზაციის კუთხით მივიღეთ 354 მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში 115%-მდეა, ხოლო სისხლების დაბრუნების სახით მივიღეთ 378 მილიონი ლარი და 111.3%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალების ნაწილს, ვალების აღების ნაწილში გვქონდა ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 589 მილიარდ 589 მილიონი ლარამდე, 902 მილიონი ლარი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერილი კრედიტების სახით მივიღეთ 596 მილიონი ლარი. რაც შეეხება ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვას, საგარეო ვალდებულებებზე მიიმართა 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილზე 953 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, მე მოგახსენეთ, რომ ჯამურად იყო ათვისება 99%, ჯამში გაწეულმა საკასო ხარჯმა შეადგინა 27 მილიარდ 723 მილიონი ლარი, უწყებების კუთხითაც შესრულების მაჩვენებელი არის საკმაოდ მაღალი, რამდენიმე უწყება, სადაც 100%-ზე მაღალია შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გასულ წელს ერთ სამინისტროდ იყო წარმოდგენილი და 100%-ზე მაღალია ამ შემთხვევაში და 2 მილიარდ 959 შეადგენს, ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში 8 მილიარდ 976 მილიონ ლარზე მეტია ხარჯი და 100.3%-ია, 100%-იანი აქ შესრულების მაჩვენებელი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, რაც შეეხება კომიტეტისთვის უფრო მნიშვნელოვან უწყებას, ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და აქაც შესრულების მაჩვენებელი 99.9%-ია, მილიარდ 63 მილიონ ლარზე მეტი იქნა ათვისებული და თუ შევხედავთ უკვე პროგრამების დონეზეც, გარემოს დაცვითი პროგრამების ნაწილში მოგახსენებთ ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით 100%-იანი გვაქვს შესრულების მაჩვენებელი, პატარა 360.000, ასევე გარემოს დაცვითი პროგრამა 900.000 და ეს 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი, რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, რომელიც გარემოს კუთხით არის სამინისტროში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობა 99.3%-ია შესრულება და 29 მილიარდ ლარამდეა პრინციპში შესრულებული, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა 27 მილიარდ ლარზე მეტია ათვისებული და 98%-მდეა შესრულების მაჩვენებელი, სატყეო სისტემაში 102.5%, 24 მილიონ ლარზე მეტია
ათვისებული, ველური ბუნების ნაწილში 2.854.000-ია და 99.4%-ია და ასევე გარემოსდაცვის სფეროში პროგნოზირებისა და პრევენციის ნაწილი 98.6%, 24.4 მილიონი ლარია ათვისებული. ბიოლოგიური და რადიაციული უსაფრთხოების ნაწილში 93.7%, 5.756.000-ია ათვისებული და ასევე რაც სამინისტროში არ არის, თუმცა უკავშირდება არ იყო უბრალოდ ჩაშენდა გადავიდა წლის მეორე ნახევრიდან და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით აქ 108 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული, 95%-მდეა შესრულების მაჩვენებელი და გარდა ამისა არის ორი პროექტი, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან არის დაფინანსებული. ერთი არის აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, სადაც გასულ წელს დაიწყო ეს პროექტი და 1.660.000-ია ათვისებული და 83%-ია, ხოლო თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის კუთხით 87%-ია ათვისება და 14.351.000-ია ათვისების მაჩვენებელი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რომელიც უკავშირდება 2025 წლის შესრულებას და თქვენი ზებართ ასევე მოგახსენებთ იმ პროგნოზებს, რომელიც უკვე წლევანდელ წესს გვაქვს და მომდენო წლების ბიუჯეტები უნდა იყოს დაფუძნებული. წელს ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა 8%-ს აჭარბებს პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, განახლებული პროგნოზია წარმოდგენილი თქვენს წინაშე და წელს მოლოდინია ეკონომიკური ზრდის 6.3%, საბაზრო სცენარის მიხედვით, თუმცა წარმოდგენილია როგორც ოპტიმისტური, ასევე პესიმისტური სცენარების პროგნოზებიც. ინფლაციის კუთხით გვაქვს წელს მიზრომლებზე მაღალი მაჩვენებელი პროგნოზში 4.9%-ია საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი, რაც შეეხება ეკონომიკური პარამეტრების ნაწილში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი გასულ წელს ჰქონდა ისტორიულად დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მთლიანში პროდუქტთა მიმართებაში 2.6%, წელს ოდნავ მეტია პროგნოზირებული 3.7%-ის დონეზე, ხოლო მომდევნო წლებში შენარჩუნებულია 4%-ზე დაბალ ნიშნულზე. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილში, ბიუჯეტის დეფიციტი პროგნოზირებული გვაქვს წელს შევამცირებთ და 2%-ის ფარგლებში იქნება, მომდევნო წელს შენარჩუნებული იქნება 2.5%-ზე უფრო დაბალ ნიშნულზე. ასევე ვალის ნაწილში ჩვენ წელს შევამცირებთ ვალის მოცულობას და იქნება მთლიანში და პროდუქტთა მიმართებაში 33%, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში გვექნება ეტაპობრივი შემცირება და 32%-ზე დაბალ ნიშნულზე ჩამოდის. ეს არის პარამეტრები, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ 2027 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. მოგეხსენებათ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ მომდენო 2-3 თვის განმავლობაში უკვე სამინისტროებთან ერთად მოგვიწევს მუშაობა ბიუჯეტზე. შემდგომ უკვე ეს პროცესი გადმოინაცვლებს პარლამენტში და რა თქმა უნდა თქვენთან ერთად იქნება განხილვები, როგორც კიდევ პარამეტრების დაზუსტების კუთხით თუ იქნება საჭიროება და უკვე განაწილება იმ რესურსის, რაც ამ პარამეტრებიდან გამომდინარე გვექნება როგორც 2027 ასევე მომდენო წლების განმავლობაში. დიდი მადლობა, სათვალ თქვენ საკითხებს უპასუხო. დიდი მადლობა ბატონ გიორგი. კითხვები ხომ არა გვაქვს? ბატონ ლადო, გთხოვთ. თან რომ დააზუსტოთ ბატონ ლადო, ანუ ჩვენ მე დავასწრებ უბრალოდ, ანუ ჩვენ პირველი და მეორე საკითხი ორივე ერთად მოვისმინეთ და შეგვიძლია ორივე საკითხთან დაკავშირებით დავსვათ კითხვები. გთხოვთ ბატონ ლადო. მადლობა ქალბატონ თავმჯდომარე, მადლობა ბატონ გიორგი ანგარიშის წარმოდგენისთვის. ერთი შეკითხვა, რომელიც საშემოსავლო გადასახადს უკავშირდება, რამდენი იყო გეგმა საშემოსავლო გადასახადის 2025 წელს, რამდენი შემოვიდა რეალურად, ანუ რამდენით მეტი სახელმწიფო ფონდი იყო ქვეყანაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში და 2025-ის დასაქმების მაჩვენებლებით თუ გაქვთ რიცხვი დაახლოებით რო გითხრათ, გაიზარდა თუ არა მოქალაქეების დასაქმება 2025 წელს. მადლობა. კიდე ხომ არ არის კითხვები? ჯერჯერობით არ არის, გთხოვთ ბატონ გიორგი. დიდი მადლობა შეკითხვისთვის. გასულ წელს რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, ეს არის გადასახადი, რომელიც რეალურად აჩვენებს რამდენით გაიზარდა შემოსავლები. ჩვენ თავდაპირველ გეგმასთან მიმართებაში 100 მილიონ ლარზე მეტით გავზარდეთ საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი. ჯამში მივიღეთ 8.261 მილიონი ლარი, რაც არის დაახლოებით 1 მილიარდით მეტი ვიდრე 2024 წელს იყო. ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ეს 1 მილიარდი ლარი გადასახადის სახით იქნა გადახდილი და დაახლოებით 5 მილიარდით გაიზარდა შემოსავლები ჩვენი მოქალაქეების, რომელმაც უზრუნველყოს შემდგომ ამ გადასახადების გადახდა. რაც შეეხება დასაქმების კუთხით,
რაც რა თქმა უნდა კვარტალურში სხვადასხვა, ამიტომ კონკრეტულ კვარტალს მოგახსენებით, ბოლო კვარტალი ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა მოცულობა მხოლოდ 2025 წლის მეოთხე კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით გაზრდილია 29300 ადამიანით, ხოლო რაც შეეხება ჯამურად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას მეოთხე კვარტალში 839000 იყო, ეს არის 27300 ადამიანით მეტია ვიდრე წინა წლის შესაბამის კვარტალში დასაქმებული. დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის, დაზუსტება ხო არ გსურს? ძალიან დიდი მადლობა. ამით ჩვენ დავასრულეთ განხილვა როგორც საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა, ასევე ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციისა. ბატონ გიორგის ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მინდა უთხრა და კომიტეტის წევრებს მინდა გთხოვოთ, რომ კეჭი უყაროთ პირველ საკითხს. ეს არის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მადლობა, ვინ არის მომხრე. და ახლა კენჭი უყაროთ ძირითად მაკროეკონომიკურ მიმართულებებს. გთხოვთ, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. ნახვამდის ბატონ გიორგი, ახლა მინდა ბატონ ზურაბს ვთხოვო, რომ წარმოადგინოს საკანონმდებლო პაკეტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებში ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სამ კანონპროექტში. კანონპროექტს საკანონმდებლო პაკეტს ჩვენ განვიხილავთ, შეგახსენებთ მეორე მოსმენით, ქონდა საკმაოდ აქტიური მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, როგორც კომიტეტის, ასევე იურიდიული კომიტეტის ფარგლებში. პრაქტიკულად ყველა საკითხი შეჯერებულია და ახლა ბატონ ზურას ვთხოვ, რომ ძალიან მოკლედ, სრულ 2 წინადადებით შეახსენოს კომიტეტის წევრებს საზოგადოებას, რას ეხება აღნიშნული ცვლილებები და შემდგომ უხლობრივად გავყვეთ. გთხოვთ ბატონ ზურა. მადლობთ ხალხმაია, მოგესალმებით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. პაკეტის მიზანმიმართება გახლავთ გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორება, რომელიც შეიმჩნევა როგორც სანქციების ნაწილში, ასევე დისპოზიციების ნაწილში, ასევე განჟადობის მხრივ დაშორიშორება სასამართლო განჯადი მუხლების და იმ მუხლების, სადაც ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება შეიძლება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს. როგორც ქალბატონმა მაიამ ახსენა, ორივე კომიტეტთან, გარემოს და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და იურიდიულ კომიტეტთან ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ პირველი მოსმენისთვის მოსამზადებლად, ასევე მეორე მოსმენისთვის მოსამზადებლად და რიგი ცვლილებები არის შეტანილი. საერთოდ მოხლობრივად წარმოგიდგინოთ. დიდი მადლობა, მაშინ გავყვეთ მუხლებს. პირველი მუხლი რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით ხომ არ არის? პირველი მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ცვლილებები არ განხორციელებულა, მესამე პუნქტში უნიშნულო ტექნიკური შესწორებაა, რედაქციული ცვლილება ციფრებთან დაკავშირებით. პირველი მუხლის მეშვიდე პუნქტში არის ცვლილებები შეტანილი, ეს გახლავთ მუხლი, რომელიც განსაზღვრავს რაიონული საქალაქო სასამართლოს განჯადი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების ჩამონათვალს და აქ ჩვენ დავაზუსტეთ იმ მუხლებზე მითითებები, რომელზედაც ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სასამართლოს და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგონიშნა ესეთი მუხლები გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან დასაკისრებელ ჯარიმებისაგან. ანალოგიურად შემდეგ პუნქტში პირველი მუხლის მერვე პუნქტშიც შეტანილი იქნა ცვლილებები, ისევე მუხლებზე მითითება. აქ უკვე მერვე პუნქტის გათვალისწინებულ ცვლილებაში, ეს არის 222 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, განისაზღვრება ის მუხლები ადმინისტრაციული კოდექსის, რომლითაც ჯარიმის დაკისრების უფლებამოსილება გააჩნია გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტს ან ადგილზე, როდესაც სამართალდარღვევი არ ასაჩივრებს, ასე ვთქვათ, შეფარდებულ ჯარიმას. ამ შემთხვევაში როგორ გამოიყენება ეს უფლებამოსილება? აქაც გასწორდა მუხლები იმ მიზნით, რომ გეზედეს განჯადი მუხლები და სასამართლოს განჯადი მუხლები დაშორიშორებული იყო. დუბლირებული მუხლების ნაწილი დარჩა იმ შემთხვევაში, როდესაც ესეთი მუხლებით ჯარიმის შეფარდების უფლებამოსილება გარდა
სასამართლოსა და გეზდესა ეკუთვნის სხვა სააგენტოებსაც ან მუნიციპალიტეტსაც. შემდეგი ცვლილება არის პირველი მუხლის მე-9 პუნქტი იქნა ამოღებული. ეს პუნქტი ითვალისწინებდა შესწორებას სურსათერუნ სააგენტოს მიერ გამოსაწერი ოქმების და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, განსახილულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, ვინაიდან პლასტიკთან დაკავშირებული ჯარიმის მუხლი ჩვენ მანამდე ამოვიღეთ, ამიტომ ამ მუხლშიდაც შესწორება აღარ იქნას საჭირო. შემდგომი პუნქტების ნუმერაცია შესაბამისად გადაინომრა. ძველი ნუმერაციით, ესე იგი, მე-10 პუნქტში ცირე ტექნიკური შესწორება არის შეტანილი შინაარსის უცვლელად და ახალი მე-10 პუნქტი დაემატა, კერძოდ ეს გახლავთ 252 მუხლის მეორე ნაწილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ყალიბდება ახალი რედაქციით. აქ მხოლოდ და მხოლოდ ამოვარდა მითითება 79 პრიმა 1 მუხლზე, რომლის ამოღებასაც ეს პროექტი ითვალისწინებს. ამ მუხლის რედაქცია ეყნობოდა ძველ ნორმებს გარემოსდაცვით შეფასებასთან დაკავშირებით და დღესდღეობით ეს აღარ არის აქტუალური და პროექტი ამას ასე ვთქვათ აუქმებს. მე-11 პუნქტში პირველი მუხლის შეტანილი იქნა ცვლილება მითითება 222 მუხლის მეორე ნაწილზე შეიცვალა 222 მუხლის პირველი ნაწილი. ეს გახლავთ ძირითადი ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს გეზდეს მიერ განსჯად მუხლებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელზედაც შეიძლება საჩივრის, ასე ვთქვათ, შეფარდებული ჯარიმის განსაჩივრება სასამართლოში. შემდგომ პუნქტებში ამ კანონპროექტის ცვლილებები არ განხორციელებულა. პაკეტშიდაც გალოტონმაია, ესე იგი, პაკეტში შედის 3 კანონპროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა. ჩვენ ძირითადი კანონი მოვჭირეთ ხა. მეორე მოსმენით მუხლობრივად ბატონმა ზურაბმა ასახა ყველაფერი ის საკითხები წარმოადგინა, რაც პირველი მოსმენის შემდგომ პრინციპში დაიხვეწა და მას შორის გაჟღერდა პირველ კომიტეტზე. კითხვები ხომ არ არის? ძირითად კანონთან დაკავშირებით არ არის. მაშინ ბატონ ზურაბ, ახლა იმ 3 ცვლილებაზე რომ გითხათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, თუ განიცადა რომელიმე პროექტმა ცვლილება. ასე ვთქვათ, თანხლები კანონპროექტები ითვალისწინებს ასევე 200 მუხლის ჩამოყალიბებას შესაბამისი რედაქციით და 222 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის ჩამოყალიბებას შესატყვისი რედაქციით. ეს ცვლილებები არის ცვლილებებში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას იმ კანონებში, რომელიც მანამდეა მიღებული, მაგრამ შემდგომში ამოქმედება და იმისაც რომ აქტუალურ რედაქციასთან თავსებადი იყოს, ამ მუხლებშიც ანალოგიური შესწორებები იქნა შეტანილი მუხლებზე მითითების კუთხით, როგორც ძირითად კანონპროექტში მოგახსენეთ. ბატონო პრაქტიკულად გამომდინარე ტექნიკური ცვლილებები გამოვიდა დანარჩენ პროექტებში ძირითადი კანონი. კითხვები ხომ არა გვაქვს? საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კითხვები არ არის. მაშინ მინდა გთხოვო კომიტეტის წევრებს, რომ საკანონმდებლო პაკეტს უყაროთ კენჭი, რათა მეორე მოსმენით განსახილვად გავიდეს საქართველოს პარლამენტის სესიაზე, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ, შეგვიძლია გადავიდეთ მე-4 საკითხზე, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონში ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები რამოდენიმე საკანონმდებლო აქტში, რომელსაც ასევე როგორც წამყვანი კომიტეტი მეორე მოსმენით განვიხილავთ. გთხოვთ. მოგახსენებთ, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე არის ძირითადი კანონპროექტი, მას ახლავს თანხლები კანონპროექტები და მთლიანად საკანონმდებლო პაკეტია. ეს პაკეტი მიზნად ისახავს გაიმიჯნოს ის ნორმები, რომლებიც ამოქმედება წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის ტექსტში 2026 წლის 1 სექტემბრიდან და დანარჩენი ნორმების გადავადება ხდება 1 წლით 2027 წლის 1 სექტემბრამდე. განსაზღვრავს ეს კანონი შეეხება, ესე იგი, შეგახსენებთ, რომ ეს არის სააუზო მართვის გეგმების ასე ვთქვათ, წყლის რესურსების მართვის მოდელზე გადასვლა და აქედან გამომდინარე მთელი რიგი სანებართო საქმიანობების დაწესება. ძირითად კანონპროექტთან დაკავშირებით მზად ვარ მუხლობრივად მოგახსენოთ, მხოლოდ ერთი ცვლილებაა განხორციელებული.
კი ბატონო, გთხოვთ ბატონ ზურაბ, პირველი მუხლი, ხომ არ არის ცვლილებები? პირველ მუხლში პირველი მოსმენის დროს იყო ამაზე თქმული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან ჩვენი კოლეგების მხრიდან იყო დასმული საკითხი, რომ გათვალისწინებული იყო ადგილობრივი ორგანოების კომპეტენცია წყლის მართვის რესურსების მართვის ნაწილში და ეს ასახულია კანონპროექტში პირველი მეორე პუნქტის სახით. ცვლილება ძირითადად განხორციელდა კანონპროექტის პირველი მუხლის მეოთხე პუნქტში. ეს მეოთხე პუნქტი ახალია დაემატა 39 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ეს ნორმა ითვალისწინებდა ასე ვთქვათ იმ პირების ვალდებულებას, რომელთა საქმიანობა არ ექვემდებარება გზშ-ს და მათ საქმიანობის შედეგად ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელი ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვება წარმოებს. ამ პირების ვალდებულებას ითვალისწინებდა, რომ 2027 წლის 1 სექტემბრამდე აიღოთ სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა. ვინაიდან ჩვენ ნებართვის ასე ვთქვათ, ნებართვის გასაცემად მომზადების ვადა გადავწიეთ 2027 წლის 1 სექტემბრამდე და ამიტომ ამ მოხშიდაც საჭირო გახდა ცვლილების შეტანა და ვადის გადაწევა. შესაბამისად 6 თვით გადავა ეს ვადა 2028 წლის 1 მარტამდე იქნება ეს ვალდებულება დაწესებული. სხვა ცვლილება ძირითადად კანონპროექტში არ განხორციელებულა. კი ბატონო, კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. გადავიდეთ შემდეგ კანონპროექტზე და მეკითხავთ ეს არის სამრეწველო ემისიების შესახებ. პირველი მუხლი ხომ არ არის ცვლილებები? პირველი მუხლში ტექნიკური ხარვეზი იყო გამოსწორებული 2017 წელი გვეწერა დასაწყისში მე-7 პუნქტის რედაქციაში და გავასწორეთ 2027. კი ბატონო, მეორე მუხლი? ცვლილება არ განხორციელებულა. კი ბატონო, კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, გადავიდეთ მომდევნო კანონპროექტზე, გარემოსათვის შეფასების კოდექსში ცვლილებები, პირველი მუხლი? არ ყოფილა ცვლილებები. მეორე მუხლი? არ ყოფილა ცვლილებები. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, რეალურად ეს არის თამდები კანონპროექტები და ტექნიკური ხასიათის იყო. ლიცენზიების ნებართვების კანონი, ბატონ ზურაბ, პირველი მუხლი? არ არის ცვლილებები განხორციელებული. მეორე მუხლი? არც მეორე მუხლში არ არის ცვლილება. კი ბატონო, კითხვები არ არის. სალიცენზო და სანებართვო მოსაკრებლობის შესახებ კანონის ცვლილებები, პირველი მუხლი? აქაც უცვლელია. მეორე მუხლი? უცვლელია მეორე. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდამცავი კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პირველი მუხლი? უცვლელია. მეორე მუხლი? ესეც უცვლელია. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. მაშინ ამ პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა ჩვენ დავასრულეთ. მინდა ვთხოვო კომიტეტის წევრებს, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს, რომ გავიდეს პლენარულ სესიაზე განსახილულად, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. გადავიდეთ დღეს ესე იგი განსაზღვრულ შემდეგ საკანონმდებლო პაკეტზე. მეხუთე საკითხია ჩვენ დღის წესრიგში, დღის კოდექსში, ცვლილებები და მისგან გამომდინარე ცვლილებები თამდემ კანონებში. გთხოვთ ბატონ ზურაბ. კი ბატონო, წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ძირითადი კანონპროექტი გახლავთ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და თანხმდები კანონპროექტებიც არის წარმოდგენილი. ამ საკანონმდებლო პაკეტის მიზანია გახლავთ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ტყის სფეროში, ტყის სექტორში რეფორმის განსახორციელებლად. კერძოდ შეგახსენებთ, რომ შემოდის ტყის ფიზიკური დაცვის ცნება და ტყის ფიზიკური დაცვისათვის საჭირო ნორმები კოდექსში, ასევე გათვალისწინებულია ზეზემდგომი ტყის დამზადების პროცედურების ასახვა კოდექსში და მთელი რიგი სხვა ნორმებისა. სათვარ მუხლობრივი განხილვისთვის. კი ბატონო. პირველი მუხლი? პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები უცვლელია, მესამე პუნქტში მცირედი რედაქციული შესწორებების შევიდა, ეს ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ტყის მართვის ორგანოს კომპეტენციას და მისი შექმნის წესს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს მხრიდან, ამ ნაწილში დაზუსტდა ნორმა. კი ბატონო. მეოთხე, მეხუთე, მეექვსე,
ანუ შემდგომ პუნქტებში პირველი მუხლის ცვლილებები არ ყოფილა, იმიტომ 15 პუნქტისგან შედგება არ აქვს და ეს ცვლილებაც იყო პრინციპში პირველ მოსმენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდან შესაბამისი სამსახურების თხოვნის შედეგად, ხო ეს არის ბატონო ზურაბ? ზუსტად ეს არის, ოდნავ რედაქციულად შესწევდა ეს შესული. კი ბატონო. მეორე მუხლი მეორე მუხლი უცვლელია და მესამე მუხლი. უცვლელია. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. შეგვიძლია გადავიდეთ თამდე პირველ კანონ პროექტზე, ეს არის ლიცენზიებსა და ნებართვების შესახებ კანონის ცვლილებები. პირველი მუხლი, უცვლელია პირველი მუხლი, მეორე მუხლი. მეორე მუხლიც არ შეცვლა. კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის. შემდეგი თამდები კანონ პროექტი გარემოსდაცვის შესახებ კანონის ცვლილებები, პირველი მუხლი, არ შეცვლა პირველი მუხლი. მეორე მუხლი. იგივე რედაქცია. კი ბატონო, ბუნებრივ რესურსების სარგებლობის მოსაკრების კანონი, პირველი მუხლი, არ შეცვლა. მეორე მუხლი. უცვლელია ეს. კითხვები ხომ არ არის? კი ბატონო, მაშინ დავასრულეთ ჩვენ ამ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მეორე მოსმენით და მინდა ვთხოვო კომიტეტის წევრებს, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტს, რომ გავიდეს სესიაზე განსახილველად, ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით განსაზღვრულ მე-6 საკითხზე, ეს არის ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონ პროექტი, მესამე მოსმენით განვიხილავთ ახალი დაცული ტერიტორიები, რომელიც დაარსდება დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ საკმაოდ ესეთი დეტალური განხილვა გქონდა, როგორც საკომიტეტო მოსმენის დროს, ასევე კომიტეტის აპარატთან ერთად, სამინისტროსთან ერთად აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტით, პირველ რიგში რა თქმა უნდა მისასალმებელია ახალი დაცული ტერიტორიის შექმნა და ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც ბიომრავალფეროვნების დაცვის შემდგომ ღონისძიებებს, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას აღნიშნული ეროვნული პარკის შექმნა. ბატონ ზურაბ, რაღაცგან მესამე მოსმენით განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, მინდა გთხოვოთ, რომ მესამე მოსმენისთვის დადგენილი ფორმატით განვიხილოთ აღნიშნული კანონ პროექტი და მოგვახსენოთ, ხომ არ განუცდია საკანონმდებლო ცვლილებას პროექტს რაიმე ცვლილებები რედაქციული ხასიათით. კი ბატონო, მოგახსენებთ კანონ პროექტი ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ პირველი მუხლი არის უცვლელი, ყველა დანარჩენ მუხლში არის შეტანილი მცირედი რედაქციული ხასიათის შესწორებები, რომელიც მიზნად ისახავს ტექსტის გამართულ გრამატიკულ გამართულობას და შინაარსის ერთმნიშვნელოვან ახმას. არსებითი ნორმა არ შეცვლა სხვა ნაწილში. კი ბატონო, კითხვები ხომ არა გვაქვს? გთხოვთ ქალბატონ გრეტა. მოგესალმებით, კითხვა არ მაქვს, უბრალოდ მინდა დავაფიქსირო აღნიშნულ კანონ პროექტთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია. პირველ რიგში მივესალმები, პირველი მოსმენის რეჟიმშიც გამოვხატე ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება. ჩვენ მოვისმენთ საქართველოს 25 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, სადაც ბატონმა კაკაურიძემ აღნიშნა, ანუ სხვა კომიტეტში, რომ ტურისტების რაოდენობა საქართველოში არის გაზრდილი და მე მჯერა, რომ აღნიშნული ლოკაცია, ტურისტული ლოკაცია, რომელიც იქნება ეგრისის ეროვნული პარკი, კიდევ უფრო მეტ ტურისტს მისცემს შესაძლებლობას, რომ ის საქართველოს ლამაზი ადგილები მოინახულოს და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ადგილობრივებს, რომ მიიღონ დამატებითი შემოსავალი. დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონ გრეტა. ხომ არ არის კიდევ კომენტარები ან კითხვები? არ არის. მაშინ ამით დავასრულეთ ჩვენ ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონ პროექტის განხილვა საკომიტეტო ფორმატში. მინდა ვთხოვო კომიტეტის წევრებს, რომ უყაროთ კენჭი აღნიშნულ ძალიან მნიშვნელოვან კანონ პროექტს, რომ განხილულ იქნეს საქართველოს პარლამენტის სესიაზე მომდევნო კვირაში. ვინ არის მომხრე? დიდი მადლობა. ბატონ ზურაბ, დაგვრჩა ორი საკითხი განსახილველი. პირველი ეს არის დღის წესრიგის მე-7 საკითხად წარმოდგენილი გარემოსდაცვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონში ცვლილებები. აღნიშნულ კანონ პროექტს ჩვენ განვიხილავთ მეორე მოსმენით. შესაბამისად, ბატონ ზურაბ, მინდა გთხოვოთ, რომ მუხლობრივად გავყვეთ კანონ პროექტს. და მანამდე ორი სიტყვით, რომ შეგვახსენოთ, რას ეხება აღნიშნული კანონ პროექტი.
მადლობთ ავტონომია, წარმოგიდგენთ კანონპროექტს განმოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეს ცვლილებიც გაუნდარებს იმ ხარვეზებიდან, რომელიც გამოვიდა ამ კანონპროექტის აღსრულების დროს როგორც გეზედეს საქმიანობაში, ასევე უფრო მეტად გარემოს ეროვნული სააგენტოს პრაქტიკაში. ამასთან ერთად ორივე ამ დაწესებულებამ, რომელიც მოქმედებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, დაინახა რესურსი იმისაც, რომ პროცედურული ნაწილი დაშქარებული იყო, ამიტომ არსებითად მცირდება გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შეფარდებასთან დაკავშირებული ეტაპების ვადები, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონპროექტით. ეს არის როგორც დასაბუთების წარდგენა განხილვა, ასევე დასაბუთების მიღების შემთხვევაში უკვე გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის წარდგენა განხილვა და დამტკიცება და ბოლომდე მიყვანა იმ მაკორექტირებული ღონისძიების, რომელიც მიზნად უნდა ისახავდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას ან მიახლოებული მდგომარეობის აღდგენას. ეს არის ძირითადი მიზანმიმართება ამ კანონპროექტის საფარ მუხლობრივად წარმოგიდგენოთ ცვლილებები. კი ბატონო, მადლობა ბატონ ზურაბ. პირველი მუხლთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რაიმე ცვლილებები ხო არ განუცდია მეორე მოსმენისთვის პირველ მუხლს? პირველი მუხლის პირველ პუნქტში ცვლილებები არ შეტანილა, პირველი მუხლის მეორე პუნქტის ბ პუნქტში, ასევე ბ პუნქტში არის შეტანილი ცვლილება, სადაც მითითება ზოგადად დოკუმენტზე დაზუსტდა და დოკუმენტის ნაცვლად გამოყენებული იქნა უფრო ზუსტი ტერმინი დასაბუთება. ანუ ეს არის კონკრეტული ასე ვთქვათ ეტაპის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ამ ნორმით უნდა იყოს წარდგენილი და განხილული. ანალოგიურად პირველი მუხლის მესამე პუნქტშიდაც იდენტური ცვლილება არის შეტანილი, ზოგადი ტერმინი დოკუმენტი შეიცვალა ტერმინ დასაბუთებით. მსგავსად ამისა პირველი მუხლის მეხუთე პუნქტში ზოგადი ტერმინი დოკუმენტი შეიცვალა უფრო ზუსტი ტერმინით გეგმით, ლაპარაკი არის გადამუშავებული ან კორექტირებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიების გატარებას. პირველი მუხლის მეექვსე პუნქტშიდაც არის შეტანილი ცვლილებები, დაემატა გადამუშავებული დასაბუთების ტერმინს, ესე იგი ტერმინი გადამუშავებული, ასევე კორექტირებული დასაბუთება, იმისაც რომ ორაზროვნება ამ ტერმინში არ წარმოიქმნას. ანალოგიური ცვლილება არის შეტანილი მე-7 პუნქტში პირველი მუხლის, აქაც დაემატა ტერმინი კორექტირებული, გადამუშავებული ან კორექტირებული გეგმა. პირველი მუხლის მერვე პუნქტში ცვლილებები არ შეტანილა, პირველი მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომელიც ფაქტობრივად გულისხმობს კანონპროექტში მანამდე ასახული გარდამავალი დებულებების, ეს გარდამავალი დებულება ფორმულირებული იყო ცალკე მეორე მუხლის სახით, გადმოტანას უშუალოდ კანონის ტექსტში. კერძოდ 29 მუხლის მეორე პუნქტის ბ პუნქტში. ამ პუნქტით განისაზღვრება ვადა, რომლის ფარგლებშიც უნდა იქნეს დამტკიცებული გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელების გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესი. შესაბამისად ნუმერაცია შეიცვალა პირველი მუხლის და მე-9 არსებული ძველი ნუმერაციით მე-9 პუნქტი გადაინომრა მე-10 პუნქტად. მეორე მუხლი ამოღებული იქნა, როგორც გამოგახსენეთ, მინდაიდან შემოვიდა კანონის ტექსტში და ასევე გადაინომრა მუხლობრივი ნუმერაცია და მესამე ძველი მუხლი გადაინომრა მეორე მუხლად. კი ბატონო. ცვლილებების მეორე მუხლი ხომ არ არის? მეორე მუხლი ამოვიღეთ ქალბატონია, ვინაიდან შევიტანეთ უშუალოდ კანონის ტექსტში ეს გადამოვიდებულება კანონპროექტი. არა, ამოქმედ თვითონ საკანონმდებლო ცვლილების მეორე მუხლს კითხულობ. არ შეცვლა. კითხვები ხომ არ არის? კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები არ არის. მაშინ კანონპროექტი განვიხილეთ მეორე მოსმენით და კომიტეტის წევრებს მინდა ვთხოვო, რომ კენჭი უყაროთ მეორე მოსმენით სესიაზე გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტის გატანას ვინ არის მომხრე. დიდი მადლობა და დაგვრჩა ბოლო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ორი კანონპროექტისგან შედგება, ეს არის ცივგონბორის დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ კანონი. ეს პროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაკავებათა კოდექსში. მეორე მოსმენით განვიხილავთ შეგახსენებთ აღნიშნულ კანონპროექტსაც და ბატონ ზურაბს მინდა ვთხოვო, რომ მოკლე ინფორმაცია წარმოგვიდგინოს, რა ფართობზე იქმნება და სად ახალი დაცული ტერიტორია და შემდეგ გადავიდეთ მუხლობრივ განხილვას. კი ბატონო.
წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ძირითადი კანონპროექტი გახლავთ ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონი. ამ კანონით კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის და თელავის მუნიციპალიტეტებში იქნება დაცული ტერიტორიების მთელი კომპლექსი, რომელიც შედგება ცივგომბორის ეროვნული პარკის, სიღნაღის აღკვეთილისა და ცივგომბორის დაცული ლანდშაფტისგან. ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 21761 ჰექტარს, აღკვეთილის ფართობი 554 ჰექტარს და დაცული ლანდშაფტის ფართობი 17562 ჰექტარს. კანონპროექტი ითვალისწინებს ამ დაცული ტერიტორიების მართვის მხრივ უფლებამოსილებას, როგორც სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის მხრიდან, აგრეთვე დაშვებულ საქმიანობების თითოეულ დაცულ ტერიტორიაზე. სათვალ მუხლობრივად წარმოგიდგინოთ კურაცვლილებები იქნა შეტანილი. დიდი მადლობა. მაშინ დავიწყოთ მუხლობრივი განხილვა. პირველ მუხლთან დაკავშირებით რაიმე ცვლილებები ხო არ განხორციელებულა? მეორე მუხლი, უცვლელია, მესამე, უცვლელია, მეოთხე, არ შეცვლა, მეოთხე მუხლი ეს არის კანონპროექტის ის ნაწილი, სადაც ძირითადი კოორდინატებია წარმოდგენილი, მეხუთე მუხლი, მეხუთეც უცვლელია, ეს არის სიღნაღის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი წარმოდგენილი ასევე კოორდინატებით, მეექვსე მუხლი, დაცული ლანდშაფტის მდებარეობა, უცვლელია, კი ბატონო, მეშვიდე მუხლი, უცვლელია, მერვე მუხლი, არ შეცვლა, მეცხრე მუხლი, არ შეცვლა, მეათე მუხლი არ შეცვლა. და მე-11 მუხლი დასკვნითდებულებები აქ ვადა ქონდა გასასწორებელი როგორც აი აქ შეიძლება ერთ-ერთი ცვლილება პირველ პუნქტში, სადაც ქონდა 1 ივნისი 2026 წლის 1 ივნისი როგორც ამოქმედების ვადა ცივგომბორის ეროვნული პარკის და სიღნაღის აღკვეთილის ნაწილში და შესატყვისად გადაგვაქვს ეს ვადა 1 ივლისამდე. 2026 წლის 1 ივლისს ამოქმედება კანონის მიღების შემთხვევაში ეს ნორმები. დიდი მეორე პუნქტი უცვლელია. კი ბატონო, დიდი მადლობა. კითხვები ხომ არ არის? რომელიმე მუხლთან დაკავშირებით ბატონ ლადო გთხოვთ. მადლობა ქალბატონია. ბატონ ზურაბ, თქვენ ბრძანეთ რომ რა თქმა უნდა პარლამენტის ხარდაჭერა იქნება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება 1 ივლისიდან დაიწყება შექმნის პროცესი. რამდენი ადამიანის სამსახურში მიღება, ასე ვთქვათ, გათვალისწინებული სრულიად ახალი დაცული ტერიტორიები იქნება და სახელმწიფო ფონდი რა იქნება 2006 წლის განმავლობაში, ან დინამიკა თუ გვაქვს მე უკვე წლების განმავლობაში, რამდენი თანამშრომელი დაემატება და რამდენი იქნება სახელმწიფო ფონდი თუ ზოგადად ხარჯები ამ დაცული ტერიტორიის შენახვის, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რა თქმა უნდა ხარდაჭერა იქნება ჩვენი პოლიტიკური გუნდიდანაც. ხომ ბატონ ზურაბ უკაცავთ კიდევ ხომ არ არის კითხვები? ან კომენტარები? არ არის. გთხოვთ ბატონ ზურაბ. მოგახსენეთ, მადლობა შეკითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთის რეგიონში აი ესეთი სისტემა ყალიბდება დაცული ტერიტორიების, ჯამურად ამ სამივე დაცულ ტერიტორიას მომსახურება ადმინისტრაციის მხრივ 42 ახალი თანამშრომელი. ეს ძირითადად ეს კადრები იქნება ბუნებრივია ადგილობრივ დონეზე დაკომპლექტებული. ამ 42 ახალი თანამშრომლიდან 17 თანამშრომელი გათვალისწინებულია დაცული ლანდშაფტის ნაწილში, რომელიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მართვაში იქნება გადაცემული როგორც დელეგირებული უფლებამოსილება და დელეგირებული უფლებამოსილებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიყვება ასევე შესატყვისი სუბსიდია. პირველი და მეორე მოსმენის დროს მოგახსენეთ, რომ ამ დაცული ტერიტორიების შექმნის დროს ჩვენ თანამშრომლობთ კავკასიის ბუნების ფონდთან და CNF-ის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, რაც გვიწყობს ხელს, რომ ეს 1 ივლისიდან ავამოქმედოთ კანონის შესაბამისი ნორმები. კერძოდ 2026 წლის 1 ივლისიდან დაახლოებით 150-160 ლარი იქნება დაფინანსება უზრუნველყოფილი დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მხრიდან, ხოლო CNF-ის მხრიდან იქნება 324,000 ლარი დაფინანსება უზრუნველყოფილი, ეს არის ეროვნული პარკი და აღკვეთილის ნაწილები. შემდგომ წლებში დაახლოებით თანაბრად მიყვება CNF-ის და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება და ჯამურად 4 წლიან ჭრილში 1
300,000 ლარამდე იქნება როგორც ბიუჯეტის, ასევე CNF-ის მხრიდან დაფინანსებული. რაც შეეხება დელეგირებული ფინანსების ნაწილში მხარდაჭერას გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ეს გახლავთ უკვე ცივგომბორის დაცულ ლანდშაფტის ადმინისტრაციის დაფინანსება, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფორმირება, საკმაოდ დიდი ტერიტორია. აქ დაახლოებით 1,800,000 იქნება დახარჯული მომდევნო 4 წელიწადში. ეს ნაწილი დაფინანსების იქნება გათვალისწინებული მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტებში. კერძოდ დავიწყებთ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტიდან. გთხოვთ, ხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს. დიახ. 2,700,000 იყო უფრო დაზუსტებით ეგრისის ნაწილში. კი ბატონო, კითხვები ხომ არ არის? კითხვები არ არის, მაშინ მინდა გადავიდე თამდევ კანონპროექტზე, ეს არის ადმინისტრაციო-სამართალდამცავი კოდექსის ცვლილებების შეტანის თაობაზე. პირველი მუხლი ბატონო ზურაბ, ცვლილებები ხო არ არ შეცვლა. მეორე მუხლი? უცვლელია ესეც. კი ბატონო, კითხვები ხომ არა გვაქვს? ან კომენტარები? კითხვები არა გვაქვს. ბატონო ზურაბ, დასვენითი სიტყვა ხომ არ გსურთ? დიდი მადლობა გალდომაია გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ძალიან ეფექტური ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ამდენი კანონპროექტის განხილვა, დახვეწა და ამ სტადიამდე მოყვანა მოითხოვდა ძალიან დიდი ძალისხმევას და დარწმუნებული ვარ, რომ კანონპროექტების მიღების შემთხვევაში ამ ნორმების გამართულობა ხელშევიწყობს სწორ იმპლემენტაციაში ნორმების და ნაკლები ხარვეზების გამოვლენაში. მადლობთ. დიდი მადლობა. მაშინ მინდა კომიტეტის წევრებს ვთხოვო, რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტსაც. გთხოვთ, მინდა მომხრე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, ამით ჩვენი კომიტეტის ხდომა დასრულებულია. მადლობთ ყველას.